ზუსტად იმ მოქმედებაში გადის მთელი შენი ზვირფასი დრო, რომელსაც შენ ფლანგავ, მთელი დღე. და რუსო ჭამის დროს ისევ მოვა ადგივი საწოლიდან და ისე დაწვევი, ასკროლავ TikTok-ს, Instagram-ს და დაიძინებ. აი ეგ არის შენი მთელი დღე. ეს უნდა გააგრძელო მთელი ცხოვრება? ნუ თუ ვერ აანალიზებ, რომ დრო არის ყველაზე მეტად ზვირფასი ასკროლას უნდა დააფასო მთლიან ცხოვრებაში. შენი მომავალი საკუთარი თავი გიალავდება, რომ მიაღწევ რაღაც წარმატებას, ან სახლს იყიდი, ან მანქანას იყიდი, ან ისეთ რაღაცას დაიწყებ, რომელიც აქამდე საერთოდ არ წარმოგიდგინე, რომ გექნებოდა. დედაში ნიგელოდება, მამაში ნიგელოდება შენს წარმატებას და შენ კიდევ სკროლავ და უაზროდ მთელი დღე გაკყავს მაგ სკროლვაში. არ გწხვინე მაინც საკუთარ თავთან? ანუ ეხლა შეიძლება გაიფიქრო, რომ მე საკუთარ თავს პატივცემ, მაგრამ ეგ არ არის საკუთარი თავის პატივისცემა. ეგ არ არის საკუთარი თავის პატივისცემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საკუთარი თავის პატივისცემა არის ის, რაც სარგებელს მოგიტანს მომავალში, რასაც ეხლა აკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა, რა მისწავლა იქნება იქ, ვარჯიში იქნება თუ რა. ზოგადად როცა მე ვიდეოს ვიღებ, ჯერ საკუთარ თავს ვტესტავ და მე ვიღებ ვიდეოს აუცილებლად. და აი რას მივხვდი მეც, რომ TikTok-ში და Instagram-ზე უაზრო სკროლვით мотивация და დისციპლინას ვერ შეინარჩუნებ. ანუ იცი როგორ რაღაცა არის, თვითონ როსის ბოლომდე ტუმბავ, ასე ვიტყვი. რომ იქნება რამე мотивация შეინარჩუნო. არ შველის, არაფერი არ შველის. ხოლოდ შენ გონებაში არის ყველაფერი და სანამ მაგ мотивაციას იღებ TikTok-ისგან, Instagram-ისგან, იმდენად ბევრი დრო მიდის, რომ ვერს აანალიზებ. წინა დღეებში მასე ვიყავი, მთელი კვირა ვეძებდი, რომ რამე мотивация ამეღო TikTok-ისგან, მაგრამ როგორც მომაცემოდა, მეორე დილას ისე მეძინებოდა 6 საათზე. აი ეგრე იყო ჩემი დღე და კვირა. დღეები და კვირა. რეალურად საერთოდ არაფერი არ შველის იმის გარდა, რომ აი შენ ადგე, უბრალოდ დაიკიდო ვაფშე ყველაფერი, რას გრძნობ, რა აგეზარება, რა არ გეზარება, უბრალოდ გააკეთო. უბრალოდ გააკეთო, ანუ მე გამოჩნდება, რა როცა დაიწყებ გზას, რა, გზამ გამოჩნდება, მე როცა დაიწყებ რამეს. ზოგადად ეგრე არის. ან თუ გინდა მაინც სკროლვა და სხვა ვერაფერს ვერ უხერხებ საკუთარ თავს, მაშინ რამე ისეთი მეთოდი უნდა დაანერგო, მაგალითად ტაიმერი დაინიშნა ტელეფონზე, ან ვინმე ოჯახის წევრს უნდა უთხრა, რომ აი რამდენიმე გაკურული წუთის შემდეგ მითხარი ტელეფონი დავდო, ან რამე ეგეთი ტელეფონს დაინიშნა 10 წუთი ან 40 წუთი და ჯამურად დღის განმავლობაში მე აღარ გაიკარო საერთოდ ტელეფონს Instagram-ს მთელი დღის განმავლობაში. კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა არის, როცა იღვიზებენ, ეგრევე ტელეფონს იღებენ. აი იმ წამშივე. მეც ვარ ეგრე მათ შორის, მაგრამ გააჩნია დღეს და გააჩნია ასევე მომზადების დროს რა. მაგრამ მაინც ცუდი არის. გინდა თუ არ გინდა, მაინც ცუდი არის. მე მაგას ხუთა შორის მუშაობ. დილას რო გავიღო ტელეფონი და დავიჭირო ხელში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვამჩნევ შედეგს რა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება. ზოგადად დარწმუნებული უნდა იყო საკუთარ მუშაობაში ეს საკეთებ, საკუთარი თავის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს. ვფიქრობ, დღის მონაკვეთში ტელეფონის დამოკიდებულება სკროლვა უფრო ადვილი დასაძლებელია, ვიდრე დილას რო გაიღოდებ ტელეფონი და იჭირო ხელში. რადგან უკვე ტელეფონები და გაჯეტები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად იქცა და მაგის გარშე 2 საათს ვეძლებთ. თითოეულ ჩვენ გადაწყვეტილებულა შენს და მეც ვაღიარებ მაგას. მაგრამ დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ და მეც მაგას ვფიქრობ ჩემ თავთან და ვეუბნები ყოველთვის და სულ აი ესე ვარ საკუთარ თავთან, ტელეფონთან და ხანდახან ხოლმე კისე ეს მткиვა. იმედი მაქვს რომ როგორც მე, ასევე შენ დაძლე მაგ დამოკიდებულებას, რომ უაზრო სკროლინგან თავი შევიკავოთ თუ რაც შეიძლება მეტად და უფრო შევამციროთ. არ ვამბობ რომ აი დღეს თუ 6 საათი სკროლავ, ხვალ 40 წუთი დავიჭერ ტელეფონს, არა. დღეს თუ 6 საათი სკროლავ მაგალითად, ხვალ ასკროლე 5 screen time-ზე რა. თუ მაგალითად გინდა დაყენება მაინც და მაინც, აკონტროლე ის დროები და ჯამურად კიდე დაიანგარიშე თუ როგორ არის რა, თუ ჯამურად სკროლავ 6 საათი, შემდეგ დღეს ნახე რამდენი იქნება წინა დღესთან შედარებით. იმედი მაქვს მივხვდით რაც თქვი ამ წამს და გავითვალისწინებთ ჩემ რჩევას, ისე როგორც თქვენ, ისე როგორც მე გავითვალისწინებ ჩემ რჩევას საკუთარი თავის მიმართ.
ბევრი ვიდეო არის ცოტა შორის ინტერნეტში დადებული, როგორ შევამციროთ screen time-იო და ისეთ რაღაცები, მაგრამ მაინც და მაინც ისევ დავიმეორებ. მხოლოდ შენ აკეთებ, მხოლოდ შენ გადიხარ გამოსვლაზე, მაინც ბოლოს მარტო და მაინც შენ გიწევს იმის გაკეთება, რაც სხვები გეუბნებიან იქიდან შოვიდან, რომ აი ეს გააკეთე, ეს გააკეთე და ისინი არ აკეთებენ, შენ აკეთებ. რამდენი ვიდეოსაც არ უნდა უყურო, მაინც შენ გიწევს რაღაც გაკეთება და ტყუილად დროის ფლანგვას არ ჯობია რომ მაინც რამე ისეთი ისწავლო, რაც ან ფინანსურ სარგებლობას მოგიტანს, ან მოგონებად გაგემჯობესებს, რომ უფრო კარგად იფიქრო და თუნდაც წერო და იკითხო. და უფრო მეტი იდეა მოგივა თავში, თქმა უნდა, ისევ ფინანსური მხარე გაიმჯობესო. ჯობია უბრალოდ სკროლის მაგივრად ისეთი რაღაცა გააკეთო, რაც გონებად გაგემჯობესებს, რომ ის იდეები მოვიდეს და შენ ფინანსური მხარე გაიმჯობესო. არ ჯობია ეგრე? და მე თანხმები რომ ჯობია, კი? და თუ ჯობია, მაშინ შევიკავოთ თავი ბევრი სკროლისგან, ისე რომ თვალების არ დავაზიანოთ, არც გონება დავაზიანოთ და მოვიხმაროთ გაჯეტები ისე, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და არა იმათმა გამოვიყენოთ ჩვენ. თორემ უკვე იმდენი ხალხს ხედავთ გარშემო, რომ მართლა როგორც უფროსი თაობა იყო და დაზომბებულები არიანო. გამოიყენე სოციალური ქსელები და ტექნიკა შესასარგებლოდ და არა პირიქით. თან სხვათა შორის იმდენი დეპრესია და ცუდი ხასიათები იმით არის განპირობებული, რომ ადამიანები ძალიან ბევრს სკროლავენ იმის ცუდ ვიდეოებს და მე თვითონაც ხდებიან ცუდად. ეს ესენი ცუდი ფიქრები, ზუსტად იმიტომ არის გამოწვეული, რომ თავიანთ ფიქრებს აძლევენ იმის საშუალებას, რომ გაიმარჯვონ თავიანთ გონებაზე. და სხვათა შორის წინა ვიდეო, რომელიც ჩაწერილი მაქვს, მაგას ეხება რა. და ხალხი ერთმანეთს ვინც ვიდეოს იღებს და დებს სოციალურ ქსელში აჯერებს იმ ადამიანს ვინც უყურებს მაგ ვიდეოს რომ ცუდად არის ის და თვითონაც ხდის შენ ცუდად და მე უკვე დაგროზული დადიხარ მთელი დღე და შეიძლება ოჯახის წევრებს ეჭხუბო რაღაცის გამო და შენ თვითონაც ვერ აანალიზებდი რაზე ხარ ცუდად. ეს ყველაფერი არის უაზრო სკროლის ბრალი. აი დარწმუნებული ვარ ჩემი გამოცდილებიდან მეტყვი, როცა რაღაცა სწავლობ, ეს უცხოენა იქნება. თუ აი რა იქნება საერთოდ. რაღაცა სწავლობ, იმდენად ბედნიერი ხარ, რომ გინდა რომ შენი ნასწავლი რამ გავუზიარო სხვას. და აი მართლა მეცხრესაც ხარ სიხარულით რა. აი რაღაცას სწავლობ, ან თუ სწავლობ, დაწუნებული ვარ, ვიცი ახლა, იცი რასაც ვამბობ. და თუ არ იცი რასაც ვამბობ, მაშინ დაიწყე სწავლა და მე მიხვდები. ვფიქრობ უკვე ეს ვიდეოს დასასრულს მივახლოვდა. არ დაგავიწყდე საოცრად რომ ჩემი ახი გამოიწერო, ეს ვიდეო მოიწონო და ზარისხელი გააქტივრო რომ არ გამოგჩეს მეტი საინტერესო ვიდეოები. დაწუნებული ვარ რომ ეს ვიდეოს ძალიან მოგეწონება და უდროებით.